და უნდა ვთქვათ, რომ დღეისათვის თუ კი საკითხი მიდგება შარდის შეუკავებლობის ან ფისტულის ქირურგიულ მკურნალობაზე, რობოტ ასისტირებული ქირურგია არის უმაღლესი სტანდარტი, რომელიც საშუალებას იძლევა, რომ ქალბატონი გავანთავისუფლოთ შარდის შეუკავებლობისაგან 2-3 დღეში მინიმალური დისკომფორტით და მაქსიმალური ეფექტურობით. რადგანაც რობოტულ ქირურგიით ჩვენ შესაძლებელია განახორციელოთ სხვადასხვა ტიპის ჩარეები, ეს არის კოლპოსუსპენზია, მაგალითად მოდუნებული კუნთების გამო შარდის ბუშტის დაწევა ხდება ხოლმე და ამ შარდის ბუშტის თავის ადგილზე დაფიქსირება, რასაც ქვია კოლპოსუსპენზია, შესაძლებელია ეს რობოტული ქირურგიით, შესაძლებელი არის ასევე ტივიტი მეთოდიკით, თანამედროვე არის უფრო ტივიტი ობტურატორიუმის გავლით. ასევე თუ მაგალითად არის ფისტულები პოსტოპერაციული, ანუ გინეკოლოგიური ოპერაციების შემდგომი ფისტულები შარდის ბუშტს და საშოს შორის, ან შარდის ბუშტს და საშუალოს შორის, შესაძლებელია მათი გაკვეთის გარეშე რობოტ ასისტირებული ოპერაციებით ეფექტურად მკურნალობა, ძალიან მაღალი არის ეფექტურობა ამისი, ხოლო იმ შემთხვევაში თუ კი ადგილი აქვს ურგენტულ შარდის შეუკავებლობას, ამ შემთხვევაში შესაძლებელი არის მედიკამენტოზური მკურნალობა. ამ პრობლემების იდენტიფიკაცია, ამ სამი სხვადასხვა ტიპის შარდის შეუკავებლობის, ასე ვთქვათ, იდენტიფიკაცია, მიზეზის დადგენა ჩვენს კლინიკაში არის რუტინული ყოველდღიურობა და ჩვენს კლინიკაში არის რობოტ ასისტირებული ქირურგია, რომელიცაც შესაძლებელი არის შარდის შეუკავებლობის ეფექტურად, სწრაფად, მინიმალური დისკომფორტებით განკურნება.